მოგესალმებით, მე ვარ კახა თუთბერძე, შპს გეოუნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენი ბიზნეს იდეა გულისხმობს დეკორატიული ფილების და აგურების წარმოებას. ინოვაციურობა გამოიხატება იმაში, რომ აღნიშნული პროდუქტის წარმოებაში ჩვენ ვიყენებთ ისეთ უნიკალურ მასალებს, როგორც არის ბუნებრივი ხის მერქანი, ბუნებრივი კენჭები, ქვები, ასევე შესაძლებელია ხის თავშოთ ქერქის, ასევე სარკის და სხვადასხვა მასალის გამოყენება, რაც უშუალოდ მომხმარებელს ესურვება. მას შორის შესაძლებელია ბუნებრივი ყავის გამოყენებაც. თქმა უნდა, ერთია იდეა და მეორეა მისი განხორციელება. შესაბამისად, ნებისმიერ იდეას სჭირდება ფულადი სახსრები და იმისათვის, რომ მოგვეძიებინა ფულადი სახსრები 3 წლის განმავლობაში, რაც იდეა დაიბადა მას შემდგომ, არ გავჩერებოდა და ვცდილობთ მოგვეპოვებინა ის რესურსები, რომელიცაც შევიზენით მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. მას შემდგომ, რაც ჩვენ უკვე აქტიურად ვეძებდით ფულად სახსრებს, რომ განვიხორციელებინა ჩვენი იდეა და მიგვეყანა პროდუქტი საბოლოო სახემდე, ჩემთვის მედია საშუალებით ცნობილი გახდა პროგრამა სტარტაპ საქართველოს შესახებ, რომელიც მოიაზრებდა სტარტაპ ბიზნეს იდეების დაფინანსებას. რა თქმა უნდა, გავიცანე აღნიშნულ პროექტს და მათ ღირსგვერდზე მარტივი აპლიკაციის საშუალებით შევავსე განაცხადი და გადავაგზავნეთ ჩემი ბიზნეს იდეის შესახებ და მცირე დროში მათი მხრიდან მოხდა დაინტერესება. მათი მხარდაჭერა არ გამოიხატება არა მარტო ფულად დახმარებაში, მათი მხარდაჭერა გამოიხატება აგრეთვე მარკეტინგულ კონსულტაციებში და რჩევებში, ასევე ფინანსურ კონსულტაციებში და რჩევებში. ხორციელდა ჩვენი საწარმოს შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები და ამით ფაქტიურად მომხმარებელმა გაიგო ჩვენი პროდუქციის შესახებ და ამ პროგრამის მეშვეობით ჩვენი პროდუქცია უკვე ფაქტიურად დასრულებული სახე მიიღო, შეიფუთა და გავიდა სარეალიზაციო ქსელში. დღესდღეობით ამ დაფინანსების და სტარტაპ საქართველოსთან მიღებული ფულადი სახსრების შემდგომ ჩვენ უკვე ფაქტიურად ავამოქმედეთ საწარმო. ამჟამად დასაქმებული ყავს 10 ადამიანი და რა თქმა უნდა გაჩერებას არ ვაპირებ და ეს იქნება ყოველთვის მზარდი რიცხვი და გავაკეთებთ ყველაფერს ამისთვის, რომ გავიზარდოთ. მე მინდა მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია საინტერესო ბიზნეს იდეა, რომ გაჩერდებიან ერთ ადგილზე და ჩაერთონ პროგრამა სტარტაპ საქართველოში, იმონაწილეონ და ეს რა თქმა უნდა სარგებელს მოუწევს როგორც მათ და მათი იდეის განხორციელებას, არამედ მთლიანად ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ისე თითოეულ მოსახლეობას და თითოეულ ოჯახს.